ეს არის კომშის მურაბა, მეგობრებო, უბრალოდ ნახეთ რა ფერზეა. გამომყევით და ერთად მოვამზადოთ. ავიღოთ კომში, კარგად გავრეცხოთ, ავიღეთ დაახლოებით კილო 300 კომში. ისე უნდა ვქნათ, რომ დაჭრილ მდგომარეობაში 1 კილო კომში მივიღოთ. ეხლა ნახეთ რა ხდება. აუცილებლად ყველა კომს უნდა მოვხსნათ აი ეს მარცვლები, გადავეტანოთ ჭიქაში, დავასხათ თბილი წყალი და დავტოვოთ აი ეგეთ მდგომარეობაში დილამდე. 12 საათის მერე წყალი გახდება ლორწოსავით. აი ხა გაჩვენებთ რისთვის ვაკეთებ მაგას. ეხლა კი კომში დავჭრათ აი ესეთ კუბიკებად, გადავიტანოთ ქვაფში, ვისაც არ აქვს გამოწერილი არხი, გამოიწერეთ და დავუმატოთ 3 ჭიქა ადუღებული წყალი. ეხლა დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 9 საათი. 9 საათის მერე დავუმატოთ 800 გრამი შაქარი, დავდგათ გაზზე და ავადუღოთ, რომ ადუღდება 15 წუთი მოვხარშოთ საკმარისია და მერე გავაციოთ. აი მეორე ადუღების დროზე რომ მოვა, უკვე დაგჭირდება კომშის მარცვლები, რომელზეც იყო დასხმული წყალი. ნახეთ როგორი მასა მივიღეთ უბრალოდ. მარცვლები მოვაშოროთ, მიღებული მასა რაც არის, გადავიტანოთ კომშთან და ხელ მეორედ ავადუღოთ. მეორე ადუღების დროს რომ გავაცივებთ, კომში უკვე უნდა დაიწყოს ფერის შეცვლა. ეხლა დაველოდოთ რომ გაცივდება კარგად, ხელ მესამედ ავადუღოთ და ჩვენი კომშის მურაბა მზად არის. გამოვიდა უგემრიელესი, მეგობრებო, ვისაც არ აქვს გამოწერილი არხი, გამოეწერა და დაალაიქეთ ვიდეო.